ახლა შევიხედოთ აქაურს საქალაქო წინგსაცავში, რომელიც ქალაქის თვითმმართველობის მეთაურობით დაარსდა. ამ ზაფხულს ოზურგეთმა ამ მხრივ თბილისის და ქუთაისის შემდგომ ყველა ჩვენს დაბა ქალაქებს გაუსწრო, თვით ბათუმსა და ფოცაც კი, რომელთაც ოზურგეთი ქონებრივად ვერც კი შეედრება. წინგსაცავს ერთი კარგი მოზრდილი ოთახი აქვს, დათმობილი ადგილობრივ კლუბში. რუსულ განყოფილებას ამშვენებს ნაწერები რუსეთის საუკეთესო მწერალთა ნეკრასოვისა, გოგოლისა, ლერმონტოვისა, ტურგენევისა, ტოლსტოისა. რამდენიმე სამეცნიერო წიგნიც ურევია რუსულ ენაზე. ქართულ განყოფილებაში შეხვდებით რა თქმა უნდა ჩვენი საუკეთესო მწერლების ნაწერებს და სხვა გამოცემათა. წიგნები დაკაზმულია სადად და მაგრად და მოთავსებულია ორ განჯინაში. მათი რიცხვი 600 გასცდება. ყველას შეუძლია წინგსაცავში შესვლა და უსასყიდლოდ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კითხვა, ხოლო ვინც შინ წაიღებს, მცირედ ფასს იხდის. მკითხველები წინგსაცავს არ აკლია. მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. წინგსაცავს სულიან აქაური ქალები. 7 ქალს აქვს ნაკისრი კვირაში ერთხელ მორიგედ იყვნენ ხოლმე. საუცხოო წესიერებაა წიგნების კითხვის დროს წინგსაცავში. წინგსაცავი ქველმოქმედთა ფულით არის დაარსებული, ხანაც წარმოდგენები და სალიტერატურო საღამოები გაუმართავთ მის სასარგებლოდ. დღესაც მისდის წინგსაცავს სხვადასხვა კუთხიდან შემოწირულობა, თუ ფულით, თუ წიგნებით. ამავე წინგსაცავში ყოველკვირაობით შეკრებილ საზოგადოებას უკითხავენ ხოლმე სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ეს საქმე ჩაბარებული აქვთ აქაურ ქალებს. სხვა ქალაქებში მკვიდრთათვის ასეთი საქმე უცხოა. სწორედ სანუგეშო საყურებელი გახლავთ, როცა კვირაობით სახლიდან გამოსული ხალხი 1000-ფრად მორთულ-მოკაზმული ქალი თუ კაცი სამკითხველოსკენ მიეშურება. წიგნი უნდა წაიკითხონო. ამას კითხულობთ თედოსახოკიას წიგნში მოგზაურობანი გური აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი. თედოსახოკიამ გურიაში იმოგზაურა 1897 წელს და აღწერა მოკლედ იმდროინდელი გურია. მე აუცილებლად გავაგრძელებ სხვადასხვა მონარიდების წაკითხვას ამ წიგნიდან, აუცილებლად უყურეთ, გაუზიარეთ სხვებსაც. მე ვარ თია სიხარულიძე და კიდევ ერთხელ წავიკითხა ამ მონარიდს. სწორედ სანუგეშო საყურებელი გახლავთ, როცა კვირაობით სახლიდან გამოსული ხალხი 1000-ფრად მორთულ-მოკაზმული ქალი თუ კაცი სამკითხველოსაკენ მიეშურება, წიგნი უნდა წაიკითხონო.